ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება. საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 7.56%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 89 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.400 გირვანკა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 36.9%-ით გაიზარდა. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 8.51%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 40 გირვანკა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.250 გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 8.42%-ით შემცირდა. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 6.51%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 28 გირვანკა სტერლინგს აღწევს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.290 გირვანკა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 48.82%-ით არის გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური ოდენობა 36.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მომავალ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3% შეადგენს. ნომინალური მშპ-ს პროგნოზი განსაზღვრულია 114 მილიარდ 100 მილიონი ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი $11,300 აჭარბებს. 2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 145 მილიარდ 500 მილიონ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით $14,500 გადააჭარბებს. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია პარლამენტს წაუდგინა. განახლებული ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების თავში აღარ არის 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი ეროვნული სტადიონის პროექტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ უნდა აშენებულიყო. ბიუჯეტის პირვანდელი ვერსიით ამ პროექტზე 2026 წელს 200 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, მთლიანად 4 წლიან პერიოდში კი 876 მილიონი ლარის. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 25 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოცხადებული ტენდერის ანულირების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების მიერ გამოქვეყნებული ოქმის თანახმად აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დაკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული გახდეს. ტენდერში კომპანიებმა წინადადებები 2025 წლის 29 სექტემბერს წარადგინეს. მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია ანაგი იყო. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა შემცირდა. კერძოდ, წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტის პირველ და მეორე ვარიანტთან შედარებით, სადაც 150 მილიონი ლარის გამოყოფა მოიაზრებოდა 100 მილიონი ლარით არის შემცირებული. მესამე საბოლოო წარდგენით მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მომავალ წელს 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს თანხებს პორტამდე მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე. ამ ნაწილში 45 მილიონი ლარის გათვალისწინება იგეგმება, რაც არ შეცვლილა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან მიმართებით. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. თავდაპირველად ამ მიმართულებით 10%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი, რაც მოგვიანებით გადაიხედა. გალტენ თაგარტის მოლოდინით რეზერვები წლის ბოლოსთვის დაახლოებით 5 მილიარდ 800 მილიონ დოლარს მიაღწევს. ოქტომბერში სებმა 165 მილიონი დოლარი შეისყიდა. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამ დროისთვის 5 მილიარდ 600 მილიონია. ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად რეკორდულად მაღალი საერთაშორისო რეზერვები მხარდაჭერილია ძლიერი სავალუტო შემოდინებით, ასევე ოქროს ფასის ზრდის გავლენით. ჩვენ ველოდებით, რომ რეზერვები გააგრძელებს გაძლიერებას და 2025 წლის ბოლოსთვის მიუახლოვდება 5.8 მილიარდ დოლარს, აღნიშნავენ საინვესტიციო ბანკში. ამასთან გალტენ თაგარტის პროგნოზია, მომდევნო წელს ლარის კურსი სტაბილური დარჩება. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად 2025 წლის 10 თვეში ქართულმა ბანკებმა სულ 42,303 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.7%-ით, ანუ 4546-ით არის შემცირებული, თუმცა იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხის მთლიანი პორტფელი 7.6%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 3 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან 2025 წლის ოქტომბერში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 12.45%-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.65% პუნქტით მეტია. უკვე წლის ტრენდია, რომ რეალური ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვან სექტორებში კლება. ასე აფასებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ოქტომბრისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. როგორც ხიშტოვანმა BMG-ს განუცხადა, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არაინკლუზიურია.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარეს. აქედან 360 მილიონი კუბური მეტრი ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყო გამოყენებული. საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზის მოხმარება მცირედით 100 მილიონით არის გაზრდილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანა გაზის მოხმარებას სრულად იმპორტით აკმაყოფილებს და შიდა წარმოება უმნიშვნელოდ მხოლოდ 9 მილიონი კუბური მეტრი იყო. აღსანიშნავია, რომ წელს 9 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა 100 მილიონით შემცირდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში იმპორტირებულია ჯამში 1.6 მილიონი კუბური მეტრი გაზი. საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანის ორი წყარო არსებობს: აზერბაიჯანი და რუსეთი. ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს მილსადენები აკავშირებს, რომლითაც გაზს არა მხოლოდ იღებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში ატარებს კიდეც. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით იწყებს თელავის პროფესიულ კოლეჯ პრესტიჟის სარეაბილიტაციო პროექტს. პროექტი განხორციელდება ADB-ის პროგრამის თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის ფარგლებში, რომლითაც საქართველოს მთავრობამ ბანკის სესხი მოიზიდა. სამინისტროს ინფორმაციით, სესხის ნაწილი კონკრეტულად თელავის ჰაბის რეაბილიტაციას მოხმარდება. სამინისტრო ტენდერის სავარაუდო ღირებულებად 8.047.000 ლარს აღსახელებს. კონკურსანტებს წინადადებების ატვირთვა 25 დეკემბრიდან შეეძლებათ, საბოლოო ვადაკი 29 დეკემბერს 15 ეწურება. ტენდერი მოიცავს როგორც მთლიან, ისე ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოებს, მათ შორის პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბათუმის ბულვარში უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟზე ავრცელებს ინფორმაციას. ინსპექციის თანახმად ობიექტის მეპატრონეები არაერთხელ გააფრთხილეს თვითნებურად განთავსებული კონსტრუქციების დროულად გადაანის თაობაზე, თუმცა მოთხოვნა არ შესრულდა, რის შემდეგაც განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.